გაუტრმანინა თქვენ ბრძანდებით ლინგვისტი, ენათმეცნიერი, ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორი. მოგვიყევით, როგორ აირჩიეთ პროფესია? რატომ მაინც და მაინც ეს სპეციალობა? სხვათა შორის, როდესაც სკოლას ვამთავრებდი, სრულიად სხვა პროფესიის არჩევა მინდოდა ჩამოვარებინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ ჟურნალისტიკით ვიყავი იმ პერიოდში გადაცემული. შესაბამისად, ვემზადებოდი ჟურნალისტიკაზე გამოსტების ჩასაბარებლად, მაგრამ მოხდა ისე, რომ გამოსტების წინ მიმოყვანეს ქალბატონ მაია მაჭავარიანთან, ეს გახდათ ძალიან დიდი მეცნიერი, რომელიც არნოლდ ჩიკოპოვას სახელობის ინსტიტუტში მუშაობდა ზოგადად ენათმეცნიერების კათედრაზე და მან უბრალოდ ასე ვთქვათ მომამზადა გამოსტებზე გასასვლელად და ერთხელ მითხრა, რომ იმდენად სისტემური აზროვნება გაქვს და იმდენად კარგად ხედავ ქართული ენის გრამატიკის სტრუქტურასო და სხვათა შორის მაშინ გრამატიკული საკითხები ნაკლებად შედიოდა საგამოცდო პროგრამაში, უფრო ძირითადად ლიტერატურის საკითხები იყო, მაგრამ აი ეს შეამჩნია ჩემი თვისება, იმიტომ რომ სულ ვეკითხებოდი ეს რატომ არის ასე, რატომ არის სუბიექტური პირი აღნიშნული ობიექტური პირის ნიშნით ზნაში და მიხვდა რომ რაღაც უფრო სხვაგვარად ვუყურებდი ენის სისტემას და მითხრა რომ მე გირჩევდიო რომ ჩაგებარებინა ენათმეცნიერებაზე და თანაც კავკასიურ ენებზეო და მაშინ საერთოდ არაფერი გამიგო კავკასიურ ენების შესახებ და დავინტერესდი რამოდენიმე შეხვედრა მქონდა, სადაც გამესაუბრა და ამიხსნა, რამდენად საინტერესო არის კავკასიური ენათმეცნიერება, რომელიც საქართველოში გაჩნდა არნოლდ ჩიკოპოვას მიერ დაარსებული მიმდინარეობა გახლავთ და შესაბამისად მე გადავწყვიტე რომ ენათმეცნიერებაზე ჩამებარებინა და კერძოდ კავკასიურ ენებზე. ოღონდ ოჯახში მქონდა ყველა შოკი, იმიტომ რომ სულ 5 ადგილი იყო, აი ფილოლოგიურზე იყო 65 ვაკანსია და კავკასიურ ენებზე იყო 5 ადგილი. მაგრამ მე ცოტა ჯიუტი ვარ. ამიტომ გადავწყვიტე რომ აი ეს დავუჭერე ვენდე ქალბატონ მაიას და ძალიან ბედნიერი ვარ ამ არჩევანით, იმიტომ რომ იცით რა არის, ეს არის ბედნიერება, როდესაც შენი პროფესია არის საანახევრო შენი ჰობი, იმიტომ რომ ეს დიდ სიამოვნებას განიჭებს, დიდ ბედნიერებას განიჭებს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ენათმეცნიერება ავირჩიე და ენათმეცნიერების მიმართულებით ასე ვთქვათ, განვითარდა ჩემი ცხოვრება და სწორედ აი ენათმეცნიერება გახდა ჩემი ცხოვრების ნაწილი. დღეს უკვე ფრანკფურტის უნივერსიტეტში ხელმძღვანელობთ კავკასიოლოგიის კათედრას. მან როგორ მოხდით თუ შეგიძლიათ აი ეს ისტორიაც მოგვიყევით? თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, ეს იყო ერთადერთი წელი მე მგონი, როდესაც კურსდამთავრებულების უმრავლესობა ვერ დაგვასაქმეს სკოლებში, მასწავლებლებად ან რედაქტორებად სხვადასხვა დაწესებულებებში ვერ გაგვანაწილეს და შესაბამისად გადაგვანაწილეს ტურისტულ ბიუროებში მეთოდისტებად. ანუ ჩვენ უნდა დაგვეწერა ეს ტექსტი, რომელსაც საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს გააცნობდნენ საქართველოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებს და ზოგადად საქართველოს ისტორიას და ასე შემდეგ. მე მოხდი მცხეთაში. 5 წელი ვიმუშავე და ძალიან ერთი მხრივ საინტერესო იყო ჩემთვის და ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრების ერთი საინტერესო ეპიზოდი გახლავთ ეს ისეთი გამოცდილება მივიღე, რომელსაც ალბათ ვერ მივიღებდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა შეხება, ძალიან ბევრ ძეგლთან მომიწია, ასევე შეხვედრა უკვე არა როგორც ასე ვთქვათ ექსკურსიაზე წასულმა, არამედ ამ ძეგლების ისტორია, ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტი, რომელიც არ ვიცოდი იმ ფაქტებს გავეცანი და შემდეგ დადგა დრო, როდესაც მივხვდი, რომ აღარ მაკმაყოფილებს ეს და რაღაცა გამლილი ეტაპი არის. სწორედ ამ დროს გამოცხადა კონკურსი ასპირანტურაში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია აცხადებდა და გადავწყვიტე, რომ მეცადა ბედი, იმიტომ რომ რაღაცა დაბრუნება მინდოდა იმასთან, რასაც 5 წელი ვსწავლობდი და ძალიან მიყვარდა. შესაბამისად ძალიან ნერვიულობდი, იმიტომ რომ 5 წლის შემდეგ მისაღები გამოცდები ჩააბარო არ არის მარტივი. ძალიან სერიოზულად მოვემზადე და მოხდა ისე, რომ როდესაც გავიარე ეს კონკურსი, ამირჩია ბატონმა თედო უთურგაიძემ, შემდეგ მიყვებოდა, რომ მაშინვე რაღაც რამოდენიმე ესეთი შეკითხვა დამისვა, ცოტა ჩამჭრელს რომ ეძახიან და მე
მაშინ ბატონ თედოს არ ვიცნობდი, იმიტომ რომ ის არ გვასწავლიდა ჩვენ უნივერსიტეტში და უთხარი რომ იცით რა შეასაქმე, ჩემი მოსაზრება არ არის, ვინაიდან ბატონ თედო უთურგაიძეს ასე უწერია და მე ვეთანხმები მეთქი და ყველა სიცილია უტყდა იქიდან. შემდეგ აღმოჩნდა რომ თვითონ ბატონ თედოს უყვებოდი რომ თურმე მის წიგნში ეს საკითხი ასე არის განმარტებული. მოხდა ისე რომ ბატონმა თედომ ამიყვანა ასპირანტად და მასთან გავაკეთე პირველი დისერტაცია, საკანდიდატო დისერტაცია. და შემდეგ ბატონ თედოსთან ერთად მუშაობდი ენათმეცნიერების ინსტიტუტში და იყო ძალიან საინტერესო პერიოდი, იმიტომ რომ ბატონ თედო მაშინ მუშაობდა ენის ფორმალური მოდელების შექმნაზე და შესაბამისად მეც ჩავერთე აი ამ პროცესში და ძალიან საინტერესო წლები გავატარე ბატონ თედოსთან ერთად და შემდეგ ერთხელ ბატონმა თედომ მითხრა, სხვათა შორის სულ ესე ქაჯანას გვეძახდა თავის ასე ვთქვათ ასპირანტებს და მითხრა ქაჯან, ეხა შენ უკვე ჩამოყალიბებული მეცნიერი ხარ, ახალგაზრდა მეცნიერი ხარ და ეხა შენი გზა უნდა იპოვო, შენი ინტერესის სფერო უნდა იპოვო. და მოთვლი რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც შენი ხელმძღვანელი გეუბნება, რომ შენ უკვე შეგიძლია ფრენა და შესაბამისად შეგიძლია რომ დაიწყო დამოუკიდებლად თემების არჩევა. აი ეგ რო გითხრათ, მზად იყავით, გრძნობდით ამ მზაობას, თუ მერე დაიწყეთ მაგაზე ფიქრი? სხვათა შორის ბატონი თედოს აი ამ დამოკიდებულებამ ჩემდამი გამიჩინა თავდაჯერებულობა, ვინაიდან მე მას ბოლომდე ვენდობოდი და ზოგადად უფროსი თაობა, მეცნიერთა უფროსი თაობა უბრალოდ ასე არ არიგებდა კომპლიმენტებს და შესაბამისად მივხვდი რომ ეს იყო გულწრფელად ნათქვამი და ჩემთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გადავწყვიტე რომ ის თემები რაც მე მაინტერესებდა, შემეძლო უკვე არა მასთან ერთად გამეკეთებინა, არამედ დამოუკიდებლად. და სწორედ მაშინ დავიწყე იმ თემებზე მუშაობა, რომელსაც შემდეგ უკვე ფრანკფურტში ვაგრძელებდი და ძალიან მძიმე პერიოდია ეს არის 90-იანი წლების ბოლო, ყველა თვალსაზრისით კრიზისი ადამიანურ დონეზეც ყველანი ძალიან დასტრესილები ვიყავით, თან უკვე მყავდა ოჯახი, მყავდა 3 შვილი და აი ეს იყო ძალიან რთული პერიოდი ჩემთვის ამუშაოდ. და მივხვდი ერთ რამეს რომ აღარ მაგმაყოფილებს ის, რასაც ვაკეთებ. ამ დროს მე უკვე ვიყავი კომპიუტერული ლინგვისტიკის განყოფილების გამგე, ესეც ჩემთვის ძალიან დიდი აღიარება იყო და ძალიან დიდი ვალდებულებაც, იმიტომ რომ ეს დარგი არ იყო ისე კარგად განვითარებული და აი ჩამაბარეს და ელოდებიან რომ მე შევქმნი რაღაცა ახალს და გარკვეულწილად კომპიუტერული ლინგვისტიკის განვითარებას შევუწყობ ხელს არნოლდ ჩიკობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში, იმიტომ რომ ეს მაინც ტრადიციული ლინგვისტიკის ინსტიტუტი გახლავთ და აი მაშინ დავიწყეთ ჩვენ ამ ლაბორატორიაში ძალიან ბევრი ახალი თემები შემოვიტანეთ, როდესაც ვათვალიერებ ხოლმე იმ პერიოდის ჩემს პუბლიკაციებს საერთოდ ფიქრობ, რომ აი რანაირად მომივიდა ეს იდეები, არ ვიცი, დღეს მიკვირს, იმიტომ რომ ეს იყო ისეთი ინოვატიური იდეები, ისეთი ინოვაციები იყო ეს იმ პერიოდში, რომ ძნელად წარმოსადგენი, იმიტომ რომ აი დანგრეულ ქვეყანაში უცებ ვცდილობ, რომ ხვალინდელი დღის თემები შემოიტანო. და სწორედ იმ პერიოდში დავაარსე ენა, ლოგიკა და კომპიუტერიზაცია ასეთი კონფერენცია, რომელიც სამჯერ ჩატარდა და ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნებული არის ჩემი სტატია, სადაც საუბრობ კავკასიური ენების ელექტრონული ბაზების შექმნის რა პრობლემები არსებობს დღეს და რითი უნდა დავიწყოთ. ეს როდის ხდება, რომელ წლებში? 1997 წელია, ნუ ეს ფანტასტიკას არ გავდა. ეს იყო საოცრება. დღევანდელი გადასახედიდან ეს იყო მართლა ჩემთვის, აი კიდევ ერთხელ ვმეორებ, მიკვირს დღემდე რანაირად მივედი ამ თემებამდე, მაგრამ იცით რა პერიოდი იყო, კომპიუტერები ახალი შემოსული არის, ძალიან კარგი ჯგუფი ვყავდა ლაბორატორიაში და დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რა გავაკეთოთ ამ კომპიუტერებით. არ გვინდოდა რომ ეს ყოფილიყო საბეჭდი მანქანის ფუნქციით გამოყენებული და მაშინ დავიწყეთ ჩვენ ტექსტების მოგროვება, ტექსტების დიგიტალიზაცია დღეს როგორც
ასე მიღებული არის ტექსტების გაციფრება, მაგრამ ტექსტებს რომ აციფრებ, რა უნდა გააკეთო მისგან, ხო? აი მაშინ დავიწყეთ იმაზე ფიქრი, რომ რა კარგი იქნებოდა, რომ ბიბლიოთეკების მაგივრად სხვადასხვა წიგნებში, ასე ვთქვათ, მასალების მოძიებას შეიძლება რომ შექმნა რაღაცა ციფრული ბაზა, სადაც მარტივად შეიძლება მოძებნო შენთვის საინტერესო სიტყვა და მისი შესაბამისი კონტექსტი. დღეს ეს არის ჩვეულებრივი კორპუს ლინგვისტიკაში, აი ჩვეულებრივად მიღებული მეთოდი გახლავთ, მაგრამ მაშინ აი კორპუს ლინგვისტიკა ციფრული ჰუმანიტარია ხომ საერთოდ არც იყო შემოსული ასეთი ცნება, მაგრამ მე ვფიქრობ ეს იყო აი სისტემური ხედვა, რაზედაც ქალბატონი მაია მაჭავარიანი მეუბნებოდა თავის დროზე და ვფიქრობ რომ ეს იყო ზუსტად ჩემ დამოკიდებულება. ძალიან კარგია რომ აქვს რესურსი, მაგრამ რა მინდა ამ რესურსისგან გავაკეთო და რაში შემიძლია გამოვიყენო. როგორ მოდიოდა ეს იდეები, ეს უცნაური მაშინ იმ დროისთვის წარმოუდგენელი? დღეს რომ ვფიქრობ ჩემ ცხოვრებაში რაც მოხდა და როგორც განვითარდა ჩემი ცხოვრება, ლოგიკა აქ არ არსებობს. ძალიან ხშირად მგონია, რომ ეს იყო ყველაფერი, რაც მე აი ამ ჩემი განვლილი ცხოვრების განმავლობაში, რაც შევქმენი, რითაც ვიყავი დაკავებული, ეს იყო პრაქტიკულად ალბათ რაღაცა უფლის ნება, ეს იყო მისია, რომელიც მოდიოდა ჩემთან და მე ვიყავი გამტარი. და მე ვფიქრობ, ამიტომ არ მეშინოდა გადაწყვეტილებების მიღების, იმიტომ რომ ასე მეგონა რომ ეს გადაწყვეტილება სადღაც იქნა მიღებული და მე უბრალოდ უნდა შევასრულო. სხვა არის, როდესაც შენ თვითონ რაღაცა იდეა გიჩნდება და იმის განხორციელებას ცდილობ და პასუხისმგებელი ხარ ამ ყველაფერზე და თამამი გადაწყვეტილებები იყო ეს გადაწყვეტილება? ეს იყო ძალიან თამამი გადაწყვეტილებები, ვინაიდან სწორედ იმ პერიოდში ერთ-ერთმა თემამ დამაინტერესა. იცით როგორი პერიოდია, რომ ნაკლებად გვაქვს კონტაქტი ევროპასთან, ამ დროს უკვე საქართველოს დამოუკიდებელია, შეგვიძლია დავამყაროთ ეს კონტაქტები, გავიდეთ, მივიღოთ მონაწილეობა კონფერენციებში და ასე შემდეგ. და თითქოს ის, რასაც მე ენათმეცნიერების ინსტიტუტში ვაკეთებდი, იყო ინოვაციური და ყოველ შემთხვევაში დღეს ასე აღიქმება ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც აღარ მაკმაყოფილებდა, რაღაცა ახალი მინდოდა. და იმ პერიოდში შემთხვევით გავიცანი იოსტ გიპერტი ესეც სრულიად ესეთი დაუგეგმავი და სრულიად შემთხვევითი შეხვედრა გახდათ, იმიტომ რომ გერმანიაში ჩემი შვილი მიმყავდა სამკურნალოდ და ჩემმა ერთმა კოლეგამ ახლა გიმნაზიუმმა მთხოვა რომ ფრანკფურტში რადგან მიფრინავთო, შეიძლება უწერილი გაგატანოთო, გერმანელი ქართველოლოგი არისო და გადასცეთო და ნუ ვარს როგორ ვეტყოდი და წავიღე ეს წერილები, მაშინ ფოსტაც არ მუშაობდა, ელექტრონული ფოსტაც პრაქტიკულად ძალიან ცოტა ვინმეს ჰქონდა. ამიტომ ეს წერილი წავიღე და შევხვდი ფრანკფურტში რომ ჩავფრინდი, შევხვდი იოსტ გიპერტს, რომელსაც გადავეცი წერილები და სხვათა შორის აეროპორტში შევხვდი, სადაც მე უბრალოდ უნდა გამეგრძელებინა გზა და ისიც ასე ვთქვათ, ცოტა ხნით იყო გამოსული სამსახურიდან. ოღონდ შემეკითხა ვინ ვიყავი, რას ვაკეთებდი, რითი ვიყავი დაინტერესებული და აღმოჩნდა რომ რაღაცა გარკვეული თანხმედრა ჰქონდა. და მაშინ მითხრა, რომ ხომ არ გინდა, რომ ჰუმბოლტის სტიპენდიაზე შემოიტანო, ასე ვთქვათ, პროექტიო და ნუ მე ისეთ შოკში ჩავარდი, რომ უცხოურ ფონდში პროექტის შეტანა, უთხარი არ ვიცი, უბრალოდ უნდა ვიფიქრო მეთქი და მითხრა ესეთი რაღაცა, რომ რაზე დაცოს საუბრობთ, თქვენო მე ამაზე დიდი ხანია ვფიქრობ, უბრალოდ თანამოაზრე ვერ ვიპოვე ჯერჯერობით ჩემი კოლეგები, რომლებსაც ძალიან ვაფასებ, ძალიან კარგი ლინგვისტები არიან, მაგრამ მაინც რესურსების დამუშავების და კვლევის ტრადიციულ მეთოდებს იყენებენ და მე მინდა, ძალიან მინდა, რომ დიდ მონაცემთა ბაზები შექმნა უპირველეს ყოვლისა ქართული ენისათვის და მით უმეტეს ახლა კავკასიური ენებიც რატომაც არა. და ნუ ასე დავშორდით იდეის დონეზე, მაგრამ აი რომ დავბრუნდი, მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს არის შანსი, რომელიც მომეცა. მართალია არ ვიცი იმის იქით რა იქნება, მაგრამ მაინც ვიფიქრე, რომ რატომაც არა. და ჩამოვყალიბდით, ასე ვთქვათ, თემაზე და საინტერესო ის იყო, რომ ჩვენ შორის მიმოწერა უნდა ძალიან სწრაფად განხორციელებულიყო და ყველაზე კარგი ის იყო, რომ არაფერი არ მუშაობს აბსოლუტურად და მყავდა ერთი მეგობარი, რომელიც პარლამენტში მუშაობდა ჩვეულებრივი რაღაც თანამდებობაზე. ანუ წერდი მე ტექსტს, ფურცელზე ისკრებდა იმეილით, აგზავნი და შემდეგ იქიდან მოდიოდა პასუხი, ის მიბეჭდავდა და მოქონდა და ესეთი გაშუალებული, ასე ვთქვათ, კავშირი ჰქონდა. შევიტანეთ ეს პროექტი და შემდეგ ასაოცრად მოვიდა შეტყობინება, რომ დაფინანსდა და მე შემეძლია 2 წლის წავიდე გერმანიაში. სამუშაოდ
და აი ამ პროექტში დასახული იდეების განსახორციელებლად ჩემს კოლეგებთან ერთად და სხვათა შორის მაშინ ერთი თანა ხელმძღვანელი იყო ჩემი იოსტ გიპარტი ფრანკფურტის უნივერსიტეტიდან და მეორე გახდათ ვოლფგანგ შულცე მიუნხენის უნივერსიტეტიდან. აი პირდაპირ ორ ძალიან ცნობილ ადამიანთან მიწევდა, ასე ვთქვათ, მუშაობა დაგეგმილი იყო. ოღონდ აქ იყო ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი, მომწერეს რომ თქვენ ალბათ დაგავიწყდათო რომ გერმანული ენის სერტიფიკატიც დაგერთოთო საბუთებისთვისო და თუ შეიძლება რომ ჩამოხვალთო, ნუ რომ დაიწყებთ, ასე ვთქვათ, პროექტის განხორციელებას, თუ შეიძლება ჩამოაყოლეთო. მეორე შოკი იყო ეს, იმიტომ რომ ერთი სიტყვა არ ვიცოდი გერმანული, არც მჭირდებოდა, იმიტომ რომ იოსტ გიპარტმა არაჩვეულებრივად იცოდა ქართული და ჩვენ კომუნიკაცია მუდმივად ქართულად ჰქონდათ. ну, უბრალოდ გაუგნებელი ვიყავი და წარმოდგენა არ მქონდა ამ პრობლემისთვის როგორ უნდა მომევლო. ну, მე ვიფიქრეთ რომ ეს მივიღე მაისში ეს შეტყობინება და უნდა წავსულიყავი ოქტომბერში გერმანიაში და მქონდა რამოდენიმე თვე. გადავწყვეტე რომ ესწავლა გერმანული და გადავწყვეტე ასე რომ ну, ლინგვისტი ვარ, ამიტომ რა პრობლემა არის, ჩავუჯდები და ლექსიკას მაინც ავითვისებ, გრამატიკულ სტრუქტურებს და ასე შემდეგ და დავიწყე გერმანული სწავლა. ოღონდ აქ ძალიან ესეთი შეცდომა დაუშვი, ძალიან დიდი, ვინაიდან გერმანულში არსებობს სქესის კატეგორია, ყველა არსებით სახელს აქვს თავისი გრამატიკული სქესი, რომელიც გადამწყვეტია, იმიტომ რომ თუ არასწორად ააგეთ ფრაზა, სახელური ფრაზა და სქესი არის არასწორი, მაშინ მთელი სახელური ფრაზა არის ცდარი, გრამატიკულად გამომართავი. ასე რომ მე კი ვთქვათ, ავკრიფეს ლექსიკური მარაგი და წესები და ასე შემდეგ, მაგრამ აი ძალიან სერიოზული და სხვათა შორის ეს პრობლემა კარგახანს გამყვა გერმანიაში უკვე რომ გადავედი საცხოვრებლად და უკვე ლექციებსაც რო კითხულობდი, ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი აქილევსის ქუსლი, იმიტომ რომ სულ ფიქრობდი, ღმერთო ჩემო, ეს ნეტა რა სქესის არის. უბრალოდ ეს იყო რომ მაინც ახლა ლექციებს როდესაც კითხულობ, მაინც შეზღუდული არის ასე ვთქვათ ის თემატიკა, ძალიან ხშირად იყენებ ერთსა და იმავე არსებით სახელები იქნება თუ სახელური ფრაზები და შესაბამისად ნელ-ნელა გამომიმუშავდა, მაგრამ გერმანიაში რომ ჩავედი, ასე ვთქვათ, ენა იცოდი. ენა ვიცოდი, ოღონდ დამჭირდა სერტიფიკატი და მაშინ არ იყო გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში, უпростоრად იყო დაარსებული, ახალი დაარსებული იყო, მაგრამ სწავლების პროგრამა არ ჰქონდათ მათ და მე ვიყავ მე მგონი ერთ-ერთი პირველი, რომელიც მივიდა და დირექტორს შევხვდი და აუხსენი, რომ ესე ჰუმბოლტის სტიპენდია მივიღე და მჭირდება სერტიფიკატი და სად ავიღო. მე ვთქვი, შეგიძლიათ ან გამომცადოთ ან რაღაც. მითხრა, რომ ძალიან საინტერესო რა თემაზე მუშაობ თუ აუხსენი სხვათა შორის გაგონილი ქონდა გიპარტის სახელი და ძალიან გაუხარდა და გულის ხმიერად მომეპყრო და მითხრა კარგიო მე თვითონ გამოგწდიო. მე საერთოდ ცოტა ემოციურად და სწრაფად ვლაპარაკობ, როდესაც მით უმეტეს იმაზე საუბრობ, რაც მაინტერესებს და შესაბამისად დამიწყო გერმანულად საუბარი. დაახლოებით 9 საათი ვისაუბრეთ და ბოლოს დამიწერა ასეთი ლაპარაკობს სწრაფად, გამართულად, მაგრამ შეცდომებით. აი ეს სერტიფიკატი ჩავიტანე და ჩავაბარე ჰუმბოლტის სტიპენდიას. ანუ გერმანული ისწავლეთ დამოუკიდებლად, მასწავლებლის გარეშე? მასწავლებლის გარეშე უბრალოდ სანამ გავიდოდი გასაუბრებაზე, რომ დამიბარეს, მაშინ 2 კვირა ვიარე გერმანული ენის სპეციალისტთან, რომელმაც უბრალოდ პრაქტიკული რჩევები მომცა, რა არ უნდა გამეკეთებინა და რა ძალიან ესეთ რთულ წინადადებებს ნუ გამოიყენებთო, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი შეცდომა გამოჩნდება და მეც რაღაცა, რა ვიცი, შევეცადე მარტივად მესაუბრა და გამომივიდა. გერმანიაში რა გამოწვევების წინაშე დადექით უკვე? აი, იცით, აი დღეს რომ ფიქრობ, მე რომ ცოდნოდა გერმანიაში ჩასვლის მერე რა პრობლემების წინაშე დავდგებოდი, არა წასვლით აუცილებლად წავიდოდი, მაგრამ მენტალურად მომემზადებოდი ამ პრობლემებისთვის. უპირველეს ყოვლისა ეს გახლავთ ის, რომ როდესაც ჩადიხარ როგორც სპეციალისტი, ეს არის ფანტასტიკური, ჩადიხართ უცხოეთში და უკვე გაქვთ სამსახური, გაქვთ აბსოლუტურად თქვენი ვალდებულებები, იქ ბინაზეც იზრუნეს, ყველაფერი აბსოლუტურად დაალაგებული იყო, მათ შორის იცოდნენ რომ ბავშვებთან ერთად ჩავდიოდი და უმცროსი ქალიშვილი მაშინ ბაღის ასაკის იყო და შესაბამისად ბაღის საკითხიც გაარკვიეს და რომ ჩავედი ეს ყველაფერი დამხვდა, მაგრამ აი წარმოიდგინეთ რომ
ჩადიხარ საქართველოდან, თან მე არ ვიყავი პრაქტიკოსი ლექტორი, იმიტომ რომ მე კვლევაში ვმუშაობდი ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომელი ვიყავი მაშინ. ამიტომ ერთი გამოწვევა რომ უნდა წავიკითხო ლექციები, ანუ დიდაქტიკური კონცეფტი მჭირდება და უნდა შევიდე ჯგუფთან, შევიდე უცხოენოვან სტუდენტებთან და მათ ენაზე უნდა ჩაუტარო ლექცია და რაც თავარია, უნდა დავაინტერესო, იმიტომ რომ ქართული ენა იქ არ იკითხებოდა, შესაბამისად შემოვიდა ეს ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობა და საერთოდ ჩვენი ინსტიტუტი, სადაც ვმუშაობ, მე გამოირჩეოდა იმით, რომ ძალიან ბევრ ენებს ასწავლიდნენ, ძალიან ბევრ ენებს. ჩვენთან მაგალითად 17 ენა, ჩვეულებრივად 17-20 ენა ყოველ სემესტრში იკითხება. ანუ მე კონკურენციის წინაშე დავდექი, იმიტომ რომ უნდა ვასწავლო ქართული, ოღონდ ისე უნდა ვასწავლო, რომ ისინი დაინტერესდნენ. ეს ის დროა, როდესაც გერმანულად ლაპარაკობთ სწრაფად, გამართულად და შეცდომებით. და შეცდომებით ზუსტად. და შედიხართ ლექციებზე გერმანულად. შედივარ ლექციაზე. პრაქტიკულად ყველა ლექციის წინ კვირაში ერთი ლექცია მქონდა და ყველა ლექციის წინ ასე სკრიპტს ვაკეთებდი, წერდი, რა საკვირველია ამას მე ვსწავლობდი, სახში მეცადინეობდი და ნუ ჩემშულებს ახსოვთ, რომ მუდმივად ესეთი ფურცლით ხელში სახში დავდივარ და ვიმეორებ ამ ფრაზებს და ვარ ძალიან დიდ მზადებაში და ერთხელ უმცროსმა ქალიშვილმა მკითხა, რომ ხვალე უნდა გაკვეთილი ჩააბარო უნივერსიტეტშიო და მითხარი კი უნდა ჩავაბარო გაკვეთილი. იმიტომ რომ პრაქტიკულად ჩემთვის ეს იყო, აი ყველა ლექციაზე შესვლის წინ ძალიან სერიოზული მომზადება მჭირდებოდა. ამას ემატება კიდევ ის, რომ თეორიულად უნდა დავწეოდი მე ევროპულ დონეს, იმიტომ რომ ჩვენ ახლა კავკასიოლოგიაში არაჩვეულებრივი სკოლა გვაქვს ჩვენ და მე მართლა ძალიან დიდი მეცნიერები მასწავლიდნენ და ეს იყო ძალიან დიდი ცოდნის საფუძველი, რომელიც მე თან წავიღე, მაგრამ ერთი არის, როდესაც იცი ეს ენები, მაგრამ მეორე არის თეორიები ძალიან სწრაფად ვითარდება შესაბამისად. აი ეს თეორიები უნდა გამოიყენო, ამ თეორიების მეშვეობით უნდა აუხსნა ის ფენომენები, რომელიც ქართულშია და ქართული ძალიან საინტერესო და განსაკუთრებული ენა, არაფერს არ გავს აბსოლუტურად და შესაბამისად იმდენი შეკითხვები მოდიოდა იქიდან, რომ ну, ეს პირველი წელი იყო შოკი. ოღონდ ერთი რაღაცა არის, რომ გერმანიაში ლექტორსა და სტუდენტს შორის სრულიად სხვა დამოკიდებულება. ეს არის ძალიან ღია, ძალიან თავისუფალი. ჩვენთან წარმოიდგინეთ ახლა, რომ აუდიტორიიდან ვიღაცამ შეკითხვა დაუსვას და უთხრას, რომ რა ვიცი, ბატონო ივანე, ვერ გავიგე ეგ საკითხი და შეგიძლიათ კიდევ კარგად ამიხსნათ, იმიტომ რომ რაღაცა ცოტა ბუნდოვანება დამრჩა. ეს რომელი წელი იყო? ეს არის 2002 წელი. და შესაბამისად რომ ჩავედი, ჩემთვის აი ეს იყო რამაც გამიადვილა, ძალიან ფამილიარული სიტუაცია იყო და სტუდენტებთან ძალიან უშუალო კონტაქტში ვიყავით და შესაბამისად ეს არ იყო რომ შევედი და ლექციას ვკითხულობ და დავასრულე და გამოვედი, არამედ ეს იყო მუდმივი ინტერაქცია. მე საერთოდ მიყვარს ინტერაქცია და დღემდე ძალიან დიდ ჯგუფებშიც მუდმივად ვცდილობ რომ სტუდენტებთან შეკითხვა დავსვა, მათი პასუხი მოვისმინო, თქვათ დისკუსიას მივცე გასაქანი რომ თვითონ სტუდენტებმა იმსჯელონ და მე ცოტა მიმართულება მივცე. მოკლედ ეს ნაწილი გადავლახე და ძალიან დამეხმარნენ ჩემი კოლეგები, რომლებიც მუდმივად მეუბნებოდნენ რომ შენზე უკეთ ქართული არავინ არ იცის, ასე რომ შენ არაფერი არა გაქვს ანერვიულო, აუხსენი ისე როგორც გესმის და ეს კომპლექსი მქონდა, რომ ენა ვიცი ცუდად და მეუბნებოდნენ, რომ აქ იმდენი უცხოელია, არავინ არ ლაპარაკობს გამართულ გერმანულზე და მეორე ჩვენ ყავდა ერთი გერმანელი კოლეგა, რომელიც ისე საშინლად ლაპარაკობდა, იმიტომ რომ არასწორად ლაპარაკობდა, თვითონ ლაპარაკის მანერა ჰქონდა, ისეთი იწყებდა წინადადებას, ჩერდებოდა წყვეტ და მერე კიდევ ახალ წინადადებას იწყებდა და მითხრეს რომ ნუ აი შეხედეო, ახლა იმისი მეტყველება და შენი მეტყველება რომ გითხრა რომ ძალიან ის გერმანელი არის, მაგრამ მაინც ასე მეტყველებს, ასე რომ ეს კომპლექსიც მომიხსნეს და პრაქტიკულად ერთი წლის შემდეგ უკვე საკმაოდ თავისუფლად მუშაობდი სტუდენტებთან და სადღაც მეოთხე წელს უკვე ძალიან დიდი ჯგუფები მომცეს, 100 კაციანი ჯგუფები, სადაც შევდიოდი და ესეთ საწყის ლექციებს ვკითხულობდი ზოგადი ენათმეცნიერების შესავალში, მაგალითად ან ტერმინოლოგიაში და შესაბამისად აი ნელ-ნელა მე ვიტყვი რომ როგორც ლექტორი გერმანიაში ჩამოვყალიბდი. გერმანიაში სამეცნიერო საქმიანობის პარალელურად იყავით სამი შვილის დედა. აი აქ რა გამოწვევები იყო, რა იყო ყველაზე რთული? გერმანიაში გადასვლის მერე მივხვდი რომ ერთი არის ის რომ
მივხვდი რომ გამიმართლა და პროფესიულად ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, წინსვლა მქონდა და ეს იყო ძალიან დიდი შანსი ჩემთვის, მაგრამ მეორე მხრივ, რაზედაც არ მიფიქრია სხვათა შორის წასვლამდე, ეს იყო ის, რომ 3 შვილი მიმყავს და მათ სჭირდებათ დედა, იმიტომ რომ ჩემი მეუღლე უკვე გარდაცვლილი იყო და შესაბამისად ჩემს გარდა მათ არავინ არ ყავდათ. ესე იგი, პრაქტიკულად უნდა გადამენაწილებინა ჩემი დრო აი ამ ორ, ასე ვთქვათ, როლს შორის, რომ ერთი ვარ მეცნიერი და ვარ უნივერსიტეტში ლექტორი და მეორე ვარ 3 შვილის დედა და ბავშვებს სჭირდებათ დედა, რომელიც მათ გვერდში უდგას და საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ, იმიტომ რომ ენობრივი ადაპტაცია. მართალია ბავშვები ძალიან სწრაფად სწავლობენ ენას და სამივე ძალიან მალე შევიდა. ენის კომპეტენცია ძალიან მალე აიმაღლეს, მაგრამ ეს იყო მაინც ჩვეულებრივი რუტინა, საშინაო დავალებების შესრულებაში, შესრულების დროს სჭირდებათ დახმარება, იქ ცოტა ესეთი ყურადღების მიქცევა სჭირდებათ, თქვათ იქ როგორ ასრულებენ, რომ არ ცუღლუტობენ, შესაბამისად ემოციური მხარდაჭერა, გამხნევება სჭირდებათ ის პრობლემები, რომელიც სკოლაში ბუნებრივია, ხა კლასში ყოველთვის არის რაღაცა ისეთ სიტუაციები და მოდიან და შესაბამისად უნდა აუხსნა და ამშვიდო და აქ იყო კიდევ ერთი საკითხი, რომ აბსოლუტურად სხვა სოციოკულტურულ გარემოში მოხდნენ ბავშვები, თუნდაც სოციალური კომუნიკაციის თვალსაზრისით, ის რაც საქართველოში არის ჩვეულებრივი, სრულიად თვალშისაცემია და ცოტა საშიშადაც გამოიყურება, თუნდაც მაგალითად გერმანიაში. მე მახსოვს ასეთი ფაქტი, ერთხელ ლექცია მეწყებოდა 1 საათში და უცებ სკოლიდან მირეკავენ და მეუბნებიან, რომ დირექტორი გიბარებთო და თუ შეგიძლიათ, რომ დროზე მოხვიდეთო და სკოლა იყო ძალიან ახლოს ჩემს სამსახურთან და გავიქეცი გახეთქილი, ერთი კი ვიკითხა, რომ ხომ მშვიდობა და ბავშვი ხარ დაზიანდა თქო და არაო, თქვენს ვაჟთან, ვაჟიშვილთან დაკავშირებით რაღაც საკითხი არის სასწრაფოდ გადასაწყვეტია. მივედი და დირექტორი ძალიან აღელვებული დამხვდა და მითხრა, რომ იცითო თქვენი შვილიო დღეს შესვენებაზე ძალიან უცნაურად მოიქცაო და რაღაცა მგონი მოძალადის ესეთი სურათი გამოიკვეთაო, იმიტომ რომ ფიზიკურად შეეღო თავის კლასელს ისე რომ ძლივს გავაშველეთო და საერთოდ ძლივს დავაწყნარეთო და მე საშინლად შევწუხდი და ვიკითხე რომ რა მოხდა თქვა რატომ იჩხუბეს და საიდან წამოვიდა ეს კონფლიქტი თქო და იცითო რა არისო მოკლედო უბრალოდ ის მომენტი იყო რომ სცემდა და ეუბნებოდა რომ მოკლავო მე შენო და ეს დირექტორი იყო საერთოდ შოკში. მე აღმოჩნდა რომ ის ბიჭი ვისთანაც კონფლიქტი მოუვიდა ლუკას იყო მისი კლასელი რომელიც ჩაგრავდა რაღაცა წაართვა და ამას ესეთ სისტემატიკური სახე ჰქონდა და ლუკა ამაზე ერთხელ ძალიან გაბრაზდა და მივიდა და კარგად ბედქა და უთხრა რომ მეორედ არ გაბედო და არ დაჩაგრო. ეს ხო წარმოგიდგენიათ მოხევე არის თვითონ და აი ეს ძალიან მისი ბუნებრივი რეაქცია იყო, მაგრამ პრობლემა ცემა კიდევ ერთი საკითხი იყო, მაგრამ მეორე საკითხი იყო ის, რომ თვითონ ის ვერბალური ფორმა, რომ მოგკლავ გერმანულად, საშინლად დიდი მუქარის მატარებელი არის და საშიშროების სიგნალი მოდის ასეთი სიტყვების გამოყენების შემთხვევაში და მე უცბად გავჩერდი და ამიტყდა სიცილი და ეს დირექტორი მიყურებს გაოგნებული. ჩემ დასაბედნიეროდ განათლებით ლინგვისტი აღმოჩნდა და მე უთხარი რომ იცით არსებობს სიტყვები რომლებსაც შინაარსი არ აქვთ და განსაკუთრებით ესეთი კონფლიქტური სიტუაციების შემთხვევაში ამ სიტყვების გამოყენება ნიშნავს იმას რომ მე ძალიან გაბრაზებული ვარ და მე შენ გავფრთხილებ. მე ვთხარი ეს არ იყო ის რომ ნამდვილად მოკლავს, ეს არის ქართულიდან გადმოთარგმნა, მე ვთხარი გერმანულად და შესაბამისად ის მე ძალიან დაინტერესდა. მე იმ ლექციის იმ დღეს რომ უნდა ჩამეტარებინა ის ლექცია ჩამივარდა რასაკვირველია, იმიტომ რომ ჩვენ 2 საათის განმავლობაში საუბრობდით იმაზე, რომ არსებობს პრობლემა სკოლაში და მაშინ ძალიან ბევრი უცხოელი ბავშვი სწავლობდა იმ სკოლაში და აი ეს განსხვავებები ენობრივი, როდესაც ბავშვმა არ იცის კარგად ენა
და ცდილობს თავისი განცდა, თავისი გრძნობა გადმოსცეს და ამ დროს არასწორად გადმოსცემს, იმიტომ რომ ის თავისი ენიდან თარგმნის ამას და ეს ყველაფერი იწვევს რასაკვირველია სირთულეს და გაუგებრობას. და შესაბამისად, სხვათა შორის იმ სკოლაში მერე საგანგებო ფსიქოლოგი მოიწვიეს, რომელმაც დაიწყო ბავშვებთან ურთიერთობა და ახსნა განმარტებითი, ასე ვთქვათ, სამუშაო მიდიოდა უცხოელ ბავშვებთან. ყურადღება მიაქცევინეს იმაზე, რომ არ შეიძლება კომუნიკაციის, სოციალური კომუნიკაციის დროს ასე მარტივად შენი ენით, ასე ვთქვათ, ენიდან გამომდინარე, აი ამან შეიძლება ძალიან არასწორი შედეგი მოიტანოს და არასწორი ინტერპრეტაცია მოხდეს მათი საქციელის. მაშინ სხვათა შორის ძალიან ბევრს ვკითხულობდი სწორედ აი ბავშვების აღზრდის თემაზე ფსიქოლოგიურ წიგნებს ჩაუჯექი და აღმოვაჩინე ერთი ძალიან საინტერესო მეთოდი, როგორ უნდა აღზარდოს შვილები უცხო ენობრივ და უცხო კულტურულ გარემოში. ამ მეთოდს ეწოდება ოჯახური კონფერენცია. ასეთი მეთოდი არსებობს და რას ნიშნავს ეს, რომ ყოველ საღამოს ბავშვები როდესაც ბრუნდებიან სკოლიდან და საღამოს ასე ვთქვათ ვახშმად ხდებოდით, ვიწყებდით იმის მოყოლას როგორ ჩაიარა დღემ და ეს აძლევდა საშუალებას ბავშვებს რომ მოეთხროთ მეც უკვე პრაქტიკულად საქმის კურსში ვიყავი, რა ხდებოდა, რას განიცდიდნენ და აი ამან ძალიან დიდი როლი შეასრულა ბავშვების ადაპტაციაში, იმიტომ რომ მუდმივად საქმის კურსში ვიყავი. რას ფიქრობდნენ ბავშვები, ანუ ის არ ინახავდა ამ ინფორმაციას და მარტო არ იყო აი ამ პრობლემებთან და ამ გამოწვევებთან, არამედ ჩვენს უყველანი და შესაბამისად აი ეს მომენტი იყო ძალიან ეფექტური ჩვენ შემთხვევაში, იმიტომ რომ დღეს რომ ვფიქრობ, ძალიან სწრაფად მოახდინეს შემდეგ მათ ადაპტაციაც და ჩვენც უფრო ესეთი შეკრულები ვიყავით, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, ვართ უცხო ქვეყანაში და ბავშვების აღზრდა მარტო ოჯახში არ ხდება და მარტო სკოლაში არ ხდება. ეს არის ეს საზოგადოებაში, ხომ? ბავშვების კომუნიკაცია, რას ხედავენ, როგორ კონტაქტში არიან გარემომცველ საზოგადოების წევრებთან. შესაბამისად, მე უნდა რაღაცნაირად ამებალანსებინა და ძალიან მინდოდა, რომ ქართული მსოფლმხედველობით, ქართული ენის ძალიან კარგი ცოდნით გამეზარდა, მინდოდა რომ მათ არ დაეკარგათ ბმულობა საქართველოსთან, მაგრამ მე მიხდებოდა არა მხოლოდ დედის როლის შესრულება, არამედ მამის როლის შესრულებას და ქართული საზოგადოების როლის შესრულებაც, იმიტომ რომ მე უნდა შემექმნა ის გარემო, რომ მათ აეთვისებინათ ის, რასაც ბავშვები საქართველოში ბუნებრივად, ჩვეულებრივ ყოველდღიურ კონტაქტში ითვისებენ. ფრანკფურტში ცხოვრებისას წლების განმავლობაში გქონდათ ბევრი აქტივობა, მათ შორის იყო ქართული კულტურის ფორუმი. მოგვიყევით ამის შესახებ. როდესაც ჩავედი ფრანკფურტში, ძალიან მალე მივხვდი, რომ ეს სრულიად განსაკუთრებული ქალაქი არის, რატომ მულტიკულტურული, მულტიეთნიკური ქალაქია, ძალიან ბევრი ეროვნების ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც პრაქტიკულად სოციუმებს ქმნიან და შესაბამისად აი ის მრავალფეროვნება, რასაც გვთავაზობს ფრანკფურტი, სწორედ ამით არის განპირობებული და სხვათა შორის მერიაში არსებობს მულტიკულტურული თანაცხოვრების დეპარტამენტი, რომელიც სხვა ქალაქებში არ არსებობს. ეს ფრანკფურტის ცხოვრების ამსახველი სტრუქტურული ერთეული გახლავთ. და ვნახე, რომ ძალიან ბევრი საზოგადოება ჩამოყალიბებული, ყველა ცდილობს თავისი კულტურა გააცნოს და ძალიან ხშირად დავდიოდი ასეთ ღონისძიებებზე და შემდეგ ვიფიქრე, რომ ჩვენც ძალიან ბევრი გვაქვს ის რაც შეგვიძლია, რომ წარმოუდგინოთ, გავაცნოთ ფრანკფურტის მოსახლეობას და რამოდენიმე თანამოაზრესთან ერთად პირველად ჩავატარეთ ესეთი კონცერტი ჩავატარეთ, კლასიკური მუსიკის კონცერტი ქართული კომპოზიტორები. საერთოდ ძალიან მიყვარს მუსიკა და კლასიკური მუსიკა განსაკუთრებით. რატომ დავიწყე კლასიკური მუსიკის კონცერტით ვერ კეთყვი, მაგრამ სრულდებოდა მხოლოდ ქართულ კომპოზიტორთა ნაწარმოებები, რომლებსაც ძირითადად გერმანელი, ასე ვთქვათ, მუსიკოსები ასრულებდნენ, თუმცა რამოდენიმე ადამიანი საქართველოდანაც მოვიწვიეთ და ერთ-ერთი გახლდათ ვაკო შიუკაშვილი და ჩემი ურთიერთობაც ვაკო შიუკაშვილთან სწორედ იმ პერიოდში იწყება 2005 წელს, როდესაც პირველად ჩატარდა ინტერნაციონალურ თეატრში აი ეს იმდენად დიდი დაინტერესება გამოიწვია და კონცერტის შემდეგ არ იშლებოდა საზოგადოება და 1000 შეკითხვას გვისვავდნენ, ხვდებოდნენ მუსიკოსები, როდესაც გამოვიდნენ ფოიეში, ძალიან დიდ ხანს გაგრძელდა ეს ურთიერთობა და შემდეგ მივხვდი, რომ აქვს აზრი იმას, რომ ამ მიმართულებით
ვიმუშაო. ამას მოყვა ლიტერატურული სალონიც, ხო? კი, აი ამას მოყვა ის, რომ ქართული კულტურის ფორუმი არ იყო ესეთი თემატურად სპეციფიცირებული, იქ იყო ლიტერატურული საღამოები, იქ იყო კულინარიული საღამოები, იქ იყო ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი ყავდა რამოდენიმეჯერ ჩამოყვანილი და საერთოდ ძალიან ესეთი ფართო პროფილის საზოგადოება ჩამოვყალიბდით და 2008 წელს მქონდა ასეთი ძალიან დიდი ქართული კულტურის კვირეული, ძალიან მასშტაბური 17 ღონისძიებისგან შედგებოდა ეს კვირეული და იქ იყო ერთ-ერთი გახდათ ლიტერატურული საღამო, სადაც 4 ქართველი, ახალგაზრდა ქართველი მწერალი ყავდა მოწვეული და აი იქ მივხვდი რომ ძალიან საინტერესოდ შეიძლებოდა ამ მიმართულებით მუშაობა, იმიტომ რომ ერთია მოიწვიო ვთქვათ ქართველი ავტორები, მაგრამ საჭირო იყო ნაწყვეტები გვეთარგმნა გერმანულად, რომ ასე ვთქვათ, ასეთი შეგრძნება მიგვეცა რაზე წერენ, რა არის თემა ქართველი მწერლებისა, რა თემებით არიან დაკავებულები, რა აწუხებს ქართულ მწერლობას და აი ამ პერიოდში ეს არის ის დრო, როდესაც ჩემი ქალიშვილი არის, ანასტასია არის პატარა, მაგრამ ჯერ კიდევ არ აქვს სკოლა დამთავრებული, მაგრამ საერთოდ ის თვითონ წერდა და მის მასწავლებელს ჩემთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ ძალიან კარგი ლექსიკური მარაგი აქვს და ძალიან საინტერესოდ წერსო და ვკითხე რომ ხომ არ გინდა რომ სცადო და თარგმნო, თქო რაღაცა პატარა მონაკვეთი და მაშინ ჯინსების თაობიდან პატარა მონაკვეთი თარგმნა, რომელიც მე ამ ლიტერატურულ საღამოზე წავიკითხეთ, რასაკვირველია რედაქტირებული ტექსტი მთლად ანასტასიას თარგმნას არ დავეყრდენით. და აი შემდეგ უკვე გადავწყვეტეთ რომ დაგვეარსებინა ლიტერატურული სალონი, რომელსაც ერქვა FTRP, მუზა გახლავთ ლიტერატურის მუზა ბერძნული კულტურიდან და ძალიან აქტიურად იყო უკვე ჩართული ანასტასია, რომელიც პრაქტიკულად 12 წიგნი თარგმნა საბოლოო ჯამში და ეს იყო და საერთოდ აი სალონშიც მიმართულებაც ჩვენ შევეცადეთ რომ მრავალფეროვანი ქონოდა, იმიტომ რომ აქ იყო როგორც პროზა, ისე პოეზია, აქ იყო დრამატურგია, აქ იყო საბავშვო ლიტერატურა, სხვადასხვა მიმართულებით ვცდილობდით რომ ეს თანამედროვე ავტორები იყვნენ? ესენი იყვნენ ყველა თანამედროვე ავტორები და თვითონ ის ფაქტი, რომ რაღაცა დადგა დრო, როდესაც ფიქრობდით, რომ რატომაც არა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რატომ არ უნდა იყოს ქართული მწერლობა წარმოდგენილი და აი მაშინ მქონდა შეხვედრები საქართველოში, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებთაც ძალიან აქტიურობდნენ ქართველი მწერლები, რომლებიც უკვე რამოდენიმეჯერ იყვნენ ჩამოსულები, გამომცემლობები ჩამოდიოდნენ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე და შესაბამისად უკვე დაახლოებით ვიცოდით რა მოეთხოვება, ვთქვათ, ქვეყანას, რომელსაც უნდა რომ თავისი ლიტერატურა წარმოადგინოს და აი მოხდა ისე რომ პრაქტიკულად ჩვენი სალონის მიერ გამოცემული 21 წიგნი იყო წარმოდგენილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 2018 წელს. ჩვენი სალონი იყო ის ძირითადი, ასე ვთქვათ, რგოლი, რომელიც უწევდა კოორდინირებას მთელი წლის განმავლობაში ქართველი მწერლების მოგზაურობას გერმანიაში და ლიტერატურულ საღამოებს გეგმავდით, ვათანხმებდით, ძირითადად ორგანიზატორული, ასე ვთქვათ, ფუნქციები გადავიბარეთ მაშინ. 2018 წელს სალონი იყო ძალიან კარგად წარმოდგენილი, მთელი თავისი შესაძლებლობებით და საოცარი განცდა იყო, აბსოლუტურად დაუვიწყარი, როდესაც ამხელა მსოფლიო წიგნის ბაზრობაზე შენ შეგიძლია შენი ქვეყნის ლიტერატურა წარმოაჩინო და წარმოუდგინო მსოფლიო ლიტერატურის მოყვარულთ თუ რა ლიტერატურა, საიდან მოვდივართ, ვინა ვართ და შესაბამისად ეს იყო ჩემთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ გამარჯვება იმ თვალსაზრისით, რომ იმ 10 წლიანმა მოღვაწეობამ ქართული ლიტერატურის შედეგი გამოიყო 128 ლიტერატურული საღამო გვაქვს ჩატარებული და ძალიან მიხარია რომ მთელი ოჯახი ვიყავით ჩაბმული, სხვათა შორის შემდეგ ანასტასიას გარდა მარიამი ჩაერთო და თარგმნიდა, ბოლოს ლუკა შემოგვიერთ და იყო ისეთი ტექსტები, რომელიც ომის თემას ეხებოდა და ანასტასიამ თქვა რომ არ ვიციო, გამიჭირდება, იმიტომ რომ ის ლექსიკა რაც აქ ჭირდება და ის განცდა, ეს ცოტა მამაკაცური თემა არისო და ლუკას ვკითხეთ, რომ ხომ არ
თარგმნიდა და შესაბამისად თარგმნელს სხვათა შორის ძალიან კარგი თარგმანებიც გამოვიდა. ძირითადად კი აქცენტი იყო თანამედროვე ცოცხალ, ასე ვთქვათ, მწერლებზე, იმიტომ რომ ეს არის დიალოგი, ეს არის მწერლის წარდგენა, მწერლის ურთიერთობა საზოგადოებასთან, მაგრამ გამოვეცით ამის გარდა ჩვენ შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის გერმანული თარგმანი, ილუსტრირებული ბაკმი გამომცემლობა ბაკმთან ერთად და ეს იყო სასაჩუქრე ეგზემპლარი, რომელიც ძალიან კარგად მიიღო გერმანულმა საზოგადოებამ და გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში ქონდა ჩვენ ამ წიგნის პრეზენტაცია და მეორე გახლდათ გოდერძი ჩოხელის მოთხრობების კრებული, რომელიც გარდაცვლილი იყო, მაგრამ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ გოდერძის ჩოხელი უნდა ყოფილიყო წიგნის ბაზრობაზე და ამიტომ ჩავრთეთ ის პროგრამაში და სხვათა შორის ძალიან ძნელია გოდერძი ჩოხელის თარგმნა, რო კითხულობ მაშინაც კი უამრავი შეკითხვები გიჩნდება. მე ტასოს გაუჭირდა გარკვეულ ადგილებში, იმიტომ რომ აი ეს ფონური ცოდნა არ ქონდა, რომელიც მთის ცხოვრებას ახლავს და ძალიან ბევრს მუშაობდით ამაზე და სხვათა შორის გოდერძის ჩოხელის წიგნის თარგმნის დროს ძალიან კარგად შეივსო ენობრივი კომპეტენცია, ეს იყო მთელი წელი გაგრძელდა ამ ტექსტზე მუშაობა, მაგრამ თვითონაც ამბობს ანასტასია, რომ ძალიან ღრმად შევიდა ქართულ ენაში და უფრო მისთვის აღსაქმელი გახდა შინაარსობლივის გარდა კიდევ აი ეს ტექსტის რიტმიკა, ეს ასოციაციები, აი ეს შეგრძნებები, რასაც იძლევა გოდერძის ჩოხელის ტექსტი, აი ძალიან ახლოს მივიდა გოდერძის ჩოხელთან და ძალიან მეხარია. 2011 წელს თბილისის საპატიო მოქალაქედ ამირჩიეს. ეს იყო იმხელა ბედნიერების განცდა, რომ ვერც კი გადმოვცემ ამაზე. აი ისეთი ემოციური მდგომარეობა მქონდა, რომ ლაპარაკიც კი არ შემეძლო, როდესაც დამპატიჟეს და უნდა ჩამოსულიყავი საქართველოში და არ ვიცი, როდის ნერვიულობდი ასე, როგორც მაშინ, როდესაც გადმომცეს ეს საპატიო ჯილდო, იმიტომ რომ ჩემთვის ეს იყო, იცით რა, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კავშირი, რაღაც თითქოს დამაბრუნეს ისევ საქართველოში. თქვენი მოღვაწეობა ქაუტენმანმა გარდა იმისა, რომ გერმანიაში სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდით, ასევე შემოქმედებით საქმიანობაშიც აქტიურად იყავით ჩართული, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან კავშირი არ გაგიწყვეტიათ და ასევე პარალელურად საქართველოში ატარებდით ვორქშოპებს, ტრენინგებს, ბათუმის საზაფხულო სკოლა მრავალი წლის წინ დაიწყო. აი ამის შესახებ მოგვიყევით, რას აკეთებდით პარალელურად საქართველოში? გერმანიაში და ფრანკფურტის უნივერსიტეტში მოღვაწეობის დაწყებისთანავე დავიწყეთ მუშაობა ქართული ენისა და კავკასიური ენებისათვის დიდ მონაცემთა ბაზების, ანუ კორპუსების შექმნაზე. და ეს იყო მრავალწლიანი სამუშაო, რომელმაც შედეგად მოიტანა პრაქტიკულად ქართული ენის ეროვნული კორპუსის შექმნა და ეს იყო ყველაზე დიდი, რაც შევძელი, რომ ვთქვათ ფრანკფურტის უნივერსიტეტში ერთ-ერთი მონაწილე ვიყავი, მე ჩვენ სულ 3 ვიყავით, ვინც ამ პროექტს ხელმძღვანელობდა, მაგრამ ეს იყო ყველაზე დიდი, რაც შეიქმნა ზოგადად. მაგრამ ერთი არის, რომ ამ ასეთი პროექტის განხორციელება სჭირდებოდა ძალიან ბევრი ინსტიტუციის ჩართვა, იმიტომ რომ ეს ძალიან მასშტაბური პროექტი გახლდათ, პრაქტიკულად გაციფრდა მე-5 საუკუნიდან უძველესი წარწერებიდან დაწყებული დღემდე თუ კი რაიმე შექმნილა, პრაქტიკულად აი ამ კორპუსში მოექცა. და სწორედ იმ პერიოდში დავიწყეთ ძალიან ბევრი ინსტიტუციასთან მუშაობა და 500-მდე ქართველი მეცნიერი უფროსი თაობისას და ახალგაზრდების სტუდენტებიც კი იყვნენ ჩართულები ამ პროცესში. და მივხვდით აი ამ პროექტზე მუშაობის დროს, რომ ძალიან ბევრი სოდნა, რაც მე გამაჩნდა უკვე და რასაც გერმანელ სტუდენტებს ვასწავლიდი, არ იყო ჯერ კიდევ შემოსული საქართველოში, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ყველაფერი უნდა გაიაროს ამ აკრედიტაცია, პროგრამები, შესაბამისად არ არსებობს მეტაენა, ეს მთელ რიგ სირთულებთან არის დაკავშირებული და მაშინ გადავწყვიტე, რომ რაღაცა დამეარსებინა, რაღაცა საშუალება მიმეცა სტუდენტებისთვის, რომ მათაც, თქვათ, გაეცნოთ ყველა ის სიახლე, რომელიც თანამედროვე ენათმეცნიერებაში, თუნდაც გერმანიაში, რასაც ჩვენ ვასწავლიდით, ეს ცოდნა
გადამეტანა საქართველოშიც. რამდენი ხანია რაც ბათუმის საზაფხულო სკოლა არის ტარდება? 2012 წლიდან ვატარებთ ბათუმის საზაფხულო სკოლას და ძალიან მადლობელი ვარ ბათუმის უნივერსიტეტის მაშინდელი ხელმძღვანელობის, ვინაიდან როდესაც ეს საკითხი დავსვით, პირიქით საოცრად გავუხარდათ და ფართოდ გავიღეს კარი. ვინ იყო? ვისაც სწავლიდით, რასაც სწავლიდით, რა იყო, რა ცოდნა შემოგქონდათ და ვისთვის კონკრეტულად? ეს იყო სტუდენტებისათვის განკუთვნილი საზაფხულო სკოლები და საზაფხულო სკოლები მაშინ ჯერ კიდევ ახალი შემოსული იყო და ჩვენთან ყოველწლიურად ჩამოვდიოდით საქართველოში ჩვენს კოლეგებთან ერთად და ეს იყო საერთაშორისო საზაფხულო სკოლა, სადაც ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგა იღებდა მონაწილეობას, ძირითადად მაინც ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა, მაგრამ ჩვენ ვცდილობდით, რომ პირველი ნაწილი ქართულ ენაზე ჩამეტარებინა მე და ჩემს კოლეგებს ლექციები და მეტა ენაში ტერმინების თვალსაზრისით ცოტა მოგვემზადებინა და შემდეგ უკვე იწყებოდა ძირითადი ნაწილი. ეს არის ცოდნა, რომელიც პრაქტიკულად დიგიტალური ჰუმანიტარიის დარგიდან მოდის, რომელიც საქართველოში მაშინ საერთოდ არ იყო განვითარებული. და აი ჩემი მიზანი მაშინ იყო სწორედ კვლევის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, კვლევის ციფრული რესურსების გამოყენებით ახალი მიდგომების შემოტანა საქართველოში, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის, რომ ხელმისაწვდომი ყოფილიყო. და ეს პერიოდი იყო ძალიან ინტენსიური და თან, როდესაც იწყებ რაღაცას არ იცი რა არის სწორი, რა მიდგომა არის და შესაბამისად 2012-13 და 14 წლიდან უკვე ჩვენ და ეს ყოველწლიურად ტარდება, ეს ასე ვთქვათ, უკვე ბრენდი გახდა ბათუმის საზაფხულო სკოლა, უკვე ცნობილი არის. ზამთრის სკოლაც იმართება. ზამთრის სკოლაც როდესაც მივხვდით, რომ ინტერესი გაიზარდა, აი შემდეგ უკვე დავიწყეთ ზამთარშიც ჩატარება და ზაფხულშიც და მახსოვს, რომ მაშინ საბაკალავროზე იყვნენ სტუდენტები, რომლებიც 2014-ში უკვე ძალიან დიდი ჯგუფი შეიკრიბა, 60-მდე სტუდენტი ესწრებოდა. აი იქიდან მოყოლებული სულ 2 დღის წინ ჩემმა ერთ-ერთმა დოქტორანტმა, რომელიც სწორედ აი ბათუმის საზაფხულო სკოლაში მოვიდა, მაშინ დისერტაცია დაიცვა და ძალიან მიხარია ეს, იმიტომ რომ ეს არის ის შედეგი, რასაც ხედავ, რომ თაობა გამოიზარდა და რაც მთავარი არის 2023-ში ჩავატარეთ ფრანკფურტში დიგიტალური კავკასიოლოგია. აი ამ თემაზე საერთაშორისო სიმპოზიუმი და საქართველოდან 12 დოქტორანტი იყო ჩამოსული, 12 ახალგაზრდა მეცნიერი, რომლებმაც არაჩვეულებრივად წარმოადგენეს ქართული სამეცნიერო სკოლა და ძალიან ვამაყობდი მე ამით, იმიტომ რომ ისინი ყველანი ბათუმის საზაფხულო სკოლაში გაიზარდნენ და სხვათა შორის სტოლს არუდებდნენ ევროპელ ახალგაზრდა მეცნიერებს, რომლებიც მათთან ერთად ისხდნენ და მათთან ერთად, ასე ვთქვათ, წარმოადგენეს თავიანთი კვლევის შედეგები. ეს ალბათ ძალიან ამაღელვებელია თქვენთვის, ხო? ეს კი, ძალიან, იმიტომ რომ ხედავ, რომ შედეგი მოიტანა წლების განმავლობაში რუტინულმა შრომამ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ბათუმში არ მთავრდებოდა, ეს შემდეგ ეს იყო მუდმივი მიმოწერა, ეს იყო მუდმივად შეკითხვები, პასუხები და არ იყო ესეთი მარტივი პროცესი, პრაქტიკულად ჩემი როგორც ლექტორის მოღვაწეობის პარალელურად უკვე მიწევდა საქართველოში ქართველ სტუდენტებთან ურთიერთობა და პარალელური რეჟიმში მუშაობდი. თუმცა ამან მოიტანა ის, რომ დღეს პრაქტიკულად დიგიტალური ქართველოლოგია და დიგიტალური რუსთველოლოგიაც კი განვითარდა. ეს გახლავთ ქართველოლოგიისა და რუსთველოლოგიის 21 საუკუნისათვის შესაფერის რესურსებთან მუშაობისა და კვლევის მეთოდების გამოყენების ერთობლიობა, რომელმაც ქართველოლოგია ზოგადად ბევრად წინწაწია და შეიძლება ითქვას, რომ 21 საუკუნეში ქართველოლოგიამაც ძალიან ამაყად შეაბიჯა აი ამ სოფლიო ციფრულ სამყაროში, სოფლიოს ციფრულ ეპოქაში და ეს ძალიან დიდი დამსახურება სხვათა შორის იოს გიპერტის, იმიტომ რომ მუდმივად ყველა ჩემ წამოწყებაში მუდმივად გვერდით მედგა და მუდმივად მაქსიმალურს აკეთებდა იმისათვის, რომ ძალიან უყვარს საქართველოს ზოგადად და ქართული ენა მისი ერთ-ერთი უსაყვარლესი ენა არის, რომელზედაც ის უკვე 10 წლეულებია მუშაობს და ეს იყო ძალიან დიდი თანადგომა ჩემთვის და კიდევ აღიარება იმისა, რომ რასაც ვაკეთებ სწორია ეს და შესაბამისად შედეგიც სახეზეა.